ვატიკანში კონკლავის მეორე დღეა. სიქსტის კაბელის საკვამურიდან დღესაც შავი კვამლი ამოვიდა, რაც ნიშნავს, რომ დღის პირველ ნახევარში ხმის მიცემის ორი რაუნდის შედეგად კარდინალებმა რომის პაპის არჩევა ისე ვერ შეძლეს. პონტიფიკოსის ასარჩევად საჭიროა კარდინალების ხმების 2/3. კონკლავში 70 ქვეყნიდან 133 კარდინალი მონაწილეობს, რომელთა ასაკი 80 წელს არ აღემატება. მათგან 100-ზე მეტი კარდინალად პაპმა ფრანცისკემ აკურთხა. დღის პირველ ნახევარში ხმის მიცემის ორი რაუნდის შემდეგ კარდინალები სანტა-მარდეს რეზიდენციაში გადაინაცვლებენ. შესვენების შემდეგ კი კვლავ სიქსტის კაბელაში დაბრუნდებენ, სადაც დღეს კიდევ 2 კენჭისყრა გაიმართება. კონკლავის პირველ დღეს 7 კენჭისყრა კიდევ ერთხელ ჩატარდა და საკვამურიდან ამოსულმა შავმა კვალმა მსოფლიოს ამცნო, რომ კარდინალებმა რომის პაპი ვერ აირჩიეს. კონკლავის ყოველ მომდევნო დღეს შესაძლებელია ხმის მიცემის 4 რაუნდის გამართვა. რომის პაპის არჩევის პროცედურა მკაცრად გასაიდუმლოებულია. კონკლავის დაწყებიდან ახალი პაპის არჩევამდე კარდინალებს აკრძალული აქვს გარესამყაროსთან ყველა სახის კომუნიკაცია. მათ არ აქვს ცდომა ინტერნეტზე, ტელეფონებსა და მედიაზე. მე შეგახსენებთ, რომ პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში 21 აპრილს გარდაიცვალა. ანდერძის თანახმად პონტიფიკოსი რომის სანტა მარია მაჯორეს ტაძარში დაკრძალეს.